დღეს 4 ნოემბერს ბრიუსელში გაფართოების სამიტი გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. გაფართოების სამიტში ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. სამიტი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. ასევე როგორც ცნობილია, დღეს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს. გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას. ასევე საქართველოსთან დაკავშირებით შეფასების შესახებ ევროკავშირის ელჩი დღეს 18 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. როდესაც ეს კონკრეტულად ევრობიუროკრატები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მაგ ფაქტები ვერ მოყავთ, მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაცა აღქმებით. იგივე შემიძლია შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო, ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. სანამ არ აღიარებენ ჩვენ არჩევნებს, სანამ არ ცემენ პატივს ჩვენ სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მოლოდინი იმისი, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, ესე რომ ვთქვათ, მაგ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება რეალურად იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების გამოც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირში. სამწუხაროდ ჩვენი მონაცემებით საქართველოს აქვს როგორც მოსალოდნელი იყო ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის პოლიტიკის წყალობით საქართველოს აქვს საშინელი შეფასება, ძალიან ცუდი შეფასება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართულ საზოგადოებას დამღუპელობას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ივანიშვილის ბანდა ატარებს საქართველოში. მოლოდინი ვერ გვექნება პოზიტიური. დარწმუნებული ვარ, რომ აქ იქნება ძალიან ბევრი კრიტიკული განცხადება, რასაც ოცნება ჩვეულების სამეფო უკვე მათთვის ჩვეული პრაქტიკით გაასაღებს როგორც თითქოს თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მტრულ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ქართულ ხალხს ავუხსნათ, რომ რა თქმა უნდა თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რამე სურთ, პირველ რიგში ეს არის ის, რომ საქართველოში არსებობდეს დემოკრატია, საქართველოში იყოს დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ევრონესტის საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია ალბათ ლოგიკური გაგრძელება იმ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის სტრუქტურებს შორის არსებობს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ყველაფერი არ აისახება ქართულ ხალხზე და არ გამოიხატება უიზო მიმოსვლის გაუქმების ფორმით და ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ქართული ხალხის საზიანებლად. ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძე ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, შანხაიში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთანაც. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გრძელდება. გასულ ღამეს სავარაუდოდ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს, თუმცა დღეს გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, სასამართლო მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხბალი მსჯელებს. ასევე გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აზა ჩილაჩავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობს. 71 წლის მოქალაქეს მოსამართლემ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ჩილაჩავამ საპატიმრო გვიან ღამით დატოვა, როგორც მან აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე გასვლას დღესაც აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება გასამართლდეს. კრიმინალი არის ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა და არა ქალბატონი აზა, რომელიც შვიდობიანი პროტესტის და არაძალადობრივი პროტესტის იმ ფორმას მიმართავს, რომელსაც ისვლის საჭიროდ და ბუნებრივია ყველა ადამიანის მიმართ ვართ სოლიდარულები, ვინც სხვადასხვა ფორმით ახორციელებს თავის სამოქალაქო პროტესტს ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა ერთდაიგივეს ვერ გააკეთებს და ყველა ერთდაიგივე ასე ვთქვათ ფორმით ვერ გამოხატავს ამ პროტესტს. 71 წლის ქალბატონის დაკავება კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რომ ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს საკუთარი ძალაუფლება და ისედაც დასუსტებული პროტესტი ბოლომდე გადატეხოს. მოწყინა ქართულ ოცნებას ეს არსებული მუდმივად არსებული პროტესტი არ არის გასაკვირი, თუმცა რაც არ უნდა ბევრისთვის უცნაური იყოს, ამაზე სწორი რეაგირება
რეაგირების ფორმა ალბათ არის ტაქტიკის შეცვლა და არა იგივეს გაგრძელება, სანამ ყველას არ დააპატიმრებენ, რაც ალბათ გარდაუვალია რის სურვილსაც ქართული ოცნება აშკარად ამჭყავებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკვარი ჰესის საქმეზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ესწრება თავად მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი. ცნობისთვის გიორგი ბაჩიაშვილს მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდება სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ან არაჯეროვნად შესრულებას ედავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიზინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჭილი. ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჭილი. ეს ენერგეტიკული პროექტი არაგონიულად გაიწელა. ის ექსპლუატაციაში 2019 წელს უნდა შესულიყო, ჯერ კიდევ და 2025 წლის მდგომარეობითაც არ იყო ექსპლუატაციაში შესული და მეორე ფინანსური ზარარი, რაც არანაკლებ 100 მილიონი ამერიკული დოლარს უკავშირდება. ის თავდაპირველად დაახლოებით 140 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა დამჯდარიყო, თუმცა მისმა ხარჯმა 240 მილიონი ამერიკულ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები, ფაქტები უშუალოდ უკავშირდება თანაინვესტირების ფონდის გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მისავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმის სასამართლოს სასაზღვრო სექტორ სარფისა და სასაზღვრო სექტორ კირნათის დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ცდილობდნენ სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.